თუ სექტემბერში ვერ ახერხებთ სწავლის დაწყებას, ძალიან ბევრ უნივერსიტეტს, როგორც ამერიკაში, ასევე ევროპის ქვეყნებში, აქვთ საგაზაფხულო სემესტრიდან დაწყება. ანუ სწავლა იწყება არა სექტემბერში, არამედ იანვარში ან თებერვალში. ამას ეწოდება ხოლმე February intake, ან January intake, ან Spring semester. ასე რომ ამის მიხედვითაც შეგიძლიათ მოძებნოთ უნივერსიტეტები, სადაც სწავლას დაიწყებთ შემდეგი სემესტრიდან, ანუ ახალი წლის შემდეგ და ჩვეულებრივ ისევ 3 ან 4 წლიანი იქნება, თუმცა არის უნივერსიტეტები, სადაც 2 წელნახევარს ან 3 წელნახევრიანი პროგრამებით სწავლობენ ხოლმე. თუ დაინტერესება იქნება, რა თქმა უნდა, მე და ჩემ გუნდ შეგვიძლია ესეთი უნივერსიტეტები შეგეჩიოთ, ან ასევე კომენტარებში მიუთითებ რამდენიმე უნივერსიტეტს, სადაც ეს ყველაფერი არის შესაძლებელი. განაცხადი იგზავნება ოქტომბერში, ხშირ შემთხვევაში ან ნოემბერში და ძალიან მალე გაქვთ ხოლმე პასუხი და მივდიხართ სასწავლად. წარმატებებს გისურვებთ, გამომყევით, გავიზიარეთ ეს ვიდეო სხვასაც.